ბიჭო, ეს რა მოხდა გუში? არ გავჩერდები, გამოდით ხალხო, არ გავჩერდები. მე ასეთი რამე მეგობრებო, აი, კაცობრიობის ისტორიაში არ მინახია. მონაწილეებმა მარკინის ჩემპერი გაარღვიეს. ანუ, მთელი რევოლუციის სცენარი Netflix-ის სეზონივით ერთ დღეში დაიძროპა. რეალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცის მონაწილეებს დაატოვებდნენ. 12 საათიდან დაწყებული შეკრება, რომელიც დაგვირგვინდა 4 საათზე, მასობრივი მსვლელობით 30-40,000-იან კაციანით. გამოვიდა ჩვენი ატირებული ჩეგევარა პატა ბურჭულაძე და ესეთი რაღაც თქვა, რომ ჩვენი დეკლარაციითო ხელისუფლება უკვე ჩვენ ხელშიო, შესესე და სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტები ჩვენ დაქვემდებარებაში გადმოდიანო და საჯაროდ რო წაიკითხა დეკლარაცია, გამოაქვეყნა 5 მთავარი მოქმედი პოლიტიკოსის სახელი და გვარი და მათ წინააღმდეგ ვიწყებთო პოლიტიკურ დევნასო. ახლა უნდა გადავინაცვლოთ პრეზიდენტის სასახლესთანო და უნდა დავიწყოთ ამ სასახლის შტურმით აღებაო. მოულოდნელად ესეთი სულ აღტკინებული ბურჭულაძის, ზოდელავას და სხვადასხვანაირი ნაცმოძრაობის აქტივისტების მიერ დაწყებული ეს დიდი მარში პირველივე 10 კაციანმა სპეცრაზმელებმა გაანეიტრალეს. ანუ დღევანდელ ვიდეოში მეგობრებო, ისეთი ვიდეოები უნდა ვნახოთ და ისეთი რეაქცია იქნება, რომ აი მოგიწოდებთ ალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი, გაუზიაროთ ეს ვიდეო მეგობრებს. ყოველ წამს და ყოველ წუთას ვაშუქებდი Instagram-ზე, შეგიძლიათ გამომყვეთ, სადაც ჩემი ახალი Instagram-ი აღწერაში მითითებული, აქ უფრო ხშირად ვდებ ხოლმე სიახლეებს, შეგიძლიათ გადმოხვიდეთ აღწერაშია ლინკი მითითებული და დამოფოლოვოთ და ვისაც გსურთ რომ დონაცია გაკეთოთ არხის განვითარებაში დაეხმაროთ, ყველაფერი აღწერაშია მითითებული. მოდი ახლა არ შემდგარ რევოლუციაზე ვისაუბროთ. მტირალა ჩეგევარა, ჩასრული ოპოზიცია და სკალპ ახეული შიგევროპელები. აი ესეთი იყო მეგობრებო ატირებული ჩეგევარას სახე. მე სხვათა შორის ხო გეუბნებით 6 საათზე რო გამოაცხადა ამ დეკლარაცია, მე უკვე ბარგი მქონა ჩაბარგებული ვიყავით თავიდან ბოლომდე და ფხენიანში ჩრდილოეთ კორეაში ვაპირებდი უკვე გადაფრენას, იმიტომ რომ მეგონა რომ ესენი დაგვასრულებდნენ რაღაც სერიოზულად. აგერ ეს მეორე, ეს არის ჩეგევარა ხო იყო? ესა ფიდელ კასტრო უკვე, რომელიც ვერ შედგა საბოლოო ჯამში და ეს აი ეს არის პრიკოლი. აი ეს არის პრიკოლი. ესა ჩემს მიერ გადაღებული, რო უყურებდით ახლა და რეაქციას დააკვირდით რა. ესეთი ფეიკი და ესეთი ყალბი არაფერი მინახია ცხოვრებაში. აი დაჟე შიგევროპელი რო შიგევროპელია შარშა რა მიტინგებიც იყო. ანუ მართლა ბევრად გულწრფელი იყო, ვიდრე გუშინდელი, აი კლოუნადა. ანუ ჩვეულებრივი ანუ ორიენტაცია დაკარგული, ჯერ ეს ხალხი რისთვის გაიყვანეს ბიჭო. ეხლა თქვენ მოგასვენებთ აი თვითონ აქციის მონაწილეების სიტყვებს, როგორ იხსენიებენ ამათ ეგრეთ წოდებულ ლიდერებს. აი ეს ეხლა უყურე, ეხლა გადაინაცვლეს რა პრეზიდენტის სასახლესთან. და ეხლა რა ხდება, ძალიან საინტერესო რა არის ხა. წინასწარ მორყეულ ამ ჯებირებზე, რომელიც აღმართულია რკინის იმებზე, რაშოტკებზე, ანუ ჩამოანგრიეს ძალიან მალე. 10 კაცი, ანუ ხო გეუბნებით ეს რო გააკეთეს, ანუ მეგონა რომ მეთქი იერიშით მართლა აიღეს იქაურობა და რაღაც ბასტილის ციხის დაცემა ახალი და მეთქი ლიბერალური ფაშიზმი დამყარდა საქართველოში და მეთქი უკვე ჩრდილოეთ კორეაში უცხო მოხიე ხა. ფხენიანში, ან ავღანეთში, ან მოსკოვში, ან სადმე რა. ხო და 10 კაცი გამოვიდა ბიჭო რა ისენი რა ქვია გედედესთან 10 კაცი იყო მეტი არ იყო თავიდან ახლა მე კი მობილიზაცია გაუკეთეს იქიდან რა ქვია მშრალი ხიდიდან მე ის ბანკის ის რო არის ქუჩა ჩაკეტეს და ნუ მე დაიწყო უკვე 10 კაცმა დაახლოებით რა ვიცი აი ხო თერმოპილეს სრუტა იყო 300 სპარტელი ნანახი ხო გაქვს ეგრევე ჩაცხრა ყველაფერი ეხა უყუროთ თქვენ როგორც ხედავთ უმძიმესი ვითარებაა თქვენ როგორც ხედავთ უმძიმესი მდგომარეობა TV პირველი ჟურნალისტი ნახეთ თქვენ როგორც ხედავთ უმძიმესი მდგომარეობა ახლა პრეზიდენტის სასახლესთან რადგან აქციის გულანთებული მონაწილეები პირდაპირ ლამობენ შეიჭრან პრეზიდენტის სასახლეში არის თუ არა ეს უკანონობა რას გვიმზადებს ივანიშვილი აი ეს იყო აბსოლუტ სინემა ეს იყო კინო მეგობრებო არ ხო გეუბნებით ეს არის ტაობაუდან გამოწერილი კრისტოფერ ნოლანის მიერ გადაღებული რაღაც ბლოკბასტერი, რომელიც ვერ შედგა და ამდენი ხნის განმავლობაში 4 ოქტომბერი მოვა, 4 ოქტომბერსაც გარბიხართ. აქვს ივარ. აი აქ. აგერ. მოგესალმებით. ეხლა ბურჭულაძემ როგორც გამოაცხადა რა,
ხალხის ძალაუფლება ჩვენ ხელშია, ხა მე უნდა გამოვაცხადო 100,000 კაცის ხელშია ძალაუფლება. ვახ, მერტო ჩემო, ეს ხალხი რა, არ ვიცი ძმაო. ნამის ქუჩაზე სადაც აქციის მონაწილეებმა რკინის ჯემბერი გაარღვიეს და ისინი შედიან პრეზიდენტის სასახლეში, როგორც ხედავთ, პაპუნა არ დაგეცეს ეს. პაპუნა არ დაგეცეს ეს. აი ლიბერალის მიერ აღქმული ძალადობის ფორმა როგორია, ხა უყურე. ანუ ლიბერალის როგორ წარმოუდგენია ეს თქვა ძალადობა. და როგორი უნდა რეალობა იყოს. აი ხა წარმოიდგინეთ რა. აი თქვენ სახთა რომ მოვიდე რა და კარების ნგრევა დავიწყო. აი ხა ლიბერალი როგორ უყურებს ამ ყველაფერს. ანუ მე მაქვს თურმე იმის უფლება რომ შემოვანგრიო თქვენი სახლი რა. მაგრამ როგორც კი თქვენ ჩემზე იცალადებთ, ან რამე ეგეც გააკეთებთ, პროპორციულ ძალებს გამოიყენებთ, ხო? ეგრევე როგორ მეხები? აი მე როგორ შემეხე? ეს ხომ მშვიდობიანი პროტესტია. ეს თუ მშვიდობიანი პროტესტი იყო, გუში რაც ჩვენ ნახეთ, ოფთალმოლოგთან მიდით თვალებზე გაესინჯეთ. ოღონდ სერიოზულად ვამბობ ამას. ესეთი ხელოვნურად შექმნილი მართლა გარედან მართული ფსევდო რევოლუცია მე ჯერ აი ისტორიაში არ მინახავს. მთელი მსოფლიოს ისტორია კარგად ვიცი. მე მცდელობაც არ მინახავს ესეთი სულელური. მე გეონები ბურჭულაძე აი ტოპ ნომერ პირველი სირია. ბურჭულაძე არის ტოპ პირველი სირი. დღეს დილით შევიდა მის რა ქვია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, ჯერ ხო ცრემლები წამოვიდა. რისთვის ამზადებდა ეს ხალხს მე წარმოადგენა არ მაქვს. ხომ მივიდნენ მე ის რა ქვია, ხომ მე სამონტყოფოში გადაიყვანეს, თვალები ამტკივდაო, რაღაც გამოკვლევები უნდა ჩავიტარო, ეგრევე ჩაიჩვო. და ისა რა ქვია, მე დილი დაადგა ისა რა ქვია, გედედე, ნუ პოლიციის სხვადასხვა უწყებები და 9-დან 12 წლამდე ემუქრება პატიმრობა. სახელმწიფოს ძალადობრივი გზით დამხობის მუხლით. მათ შორის ირაკლი ნადირაძე იყო ასევე მაგათი პარტიის წევრი და ასევე იყო ურთას ზოდელავა და კიდევ იქ რაღაც სატელეფონო საუბარი გავრცელდა ვოლდემორთან, ანუ ახალაიასთან, რომელთაც იგეგმებოდა მოსკოვური სვიაზებით საქართველოში რევოლუცია და ამ ხალხს, რომელსაც ეგონა რომ უი ჩვენ ევროპაში შევდივართ და ზეგ უკვე ჩვენ ლუქსემბურგი ვიქნებით, ამ დროს თურმე ეს რევოლუცია მოსკოვიდან იგეგმებოდა. ვოლდემორტს როგორც კითხოთ, ვოლდემორტის არის ახალაია. რომელსაც გარეთ გამოსვლისას ეშინოდა, სუსიმაზისო. როგორც ხედავთ, ძალიან მძიმე ვითარება. კადრში ხედავთ რომ აი ხა უსმინეთ ამას რა. ეს არის აბსოლუტ სინემა. ეხლა და ჩავიბარეთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს. მორჩა ლაილაი აქციებზე. მორჩა ბოდიანი. მორჩა ბიზნეს მონობა. ა ტიპებმა რა ზღაპარი დადგეს ახლა უყურეთ. მორჩა ჩმარობა. ჩმორობაო და ნახე, ამას დააკვირდი. რაზმი გამოვიდა ეზოში, სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს დაატოვებინეს ადმინისტრაციით. ბიჭო, ამას დააკვირდით რა, ატირებულიც შეგევარა, ანუ ესე მალე დარჩენილი, ანუ აი ხო გეონებით, ესე მალე დანებებული რევოლუცია, მე თუ მენახოს ისტორიაში არის რეკორდ, გინესის რეკორდშია შესატანი, ოღონდ მართლა. ყველაზე მარტივად და ყველაზე მალე, აი ესე რა ქვია, give up revolution in the history of the human mankind. ეს რა სისულელე მოიგონეს. პატა ბურჭულაძემ რაღაც სისულელეები გააკეთა. რა სისულელეა ეს? იქ წავიდეთ აქ და გეგმა დადე და გავაკეთოთ. ბიჭო, მეტის ღირსი ხართ რა, მართლა აქციაზე, მართლა არ მეცოდებით თქვენ აქციაზე შეკრეფილებო და რატო არ მეცოდებით? ანუ თქვენ დალოცვილი შვილებო. თქვენი ლიდერშიპი რო არის პატა ბურჭულაძე, ყოფილი რუსეთის ბანი, მურთაზ ზოდელავა, ნაციონალური მოძრაობის წევრი, ბაჩოლა ახალაია, ყოფილი ვოლდემორტი, ანუ რისი იმედი გაქვთ ანუ სერიოზულად? რომელი განმანთავისუფლებელი რევოლუცია უნდა მოახდინოთ? რომელ იმაში ლუქსემბურგში უნდა შემიყვანოთ და საფრანგეთში და გერმანიაში, რომელ ევროკავშირში? რაი, ბიჭო, გამოგონილ რეალობაში ცხოვრობთ, გამიგეთ? გუშინ აგერ ჩვენზვასაც ჩასული რო ვიყავი, ერთად ვხადაობდით ტელევიზორში ამებს რო უყურებდით. ანუ მეზობლებს ხალხს ქუჩაში გამლელებს რო გავდიო და უყურე ფეხებზე ეკიდათ ყველაფერი. მანქანები корпуსთან სავსე, ზოგი ნარდს თამაშობდა ეზოში, ზოგი რავი ფეხბურთს უყურებდა, ზოგი ბიჭო, აი ამ პირობებში რა რევოლუცია საწყობ ჩემო ძმაო. ჯერ ლიდერი არ ყავს, ბიჭო, კოორდინაცია იმ ხალხს თუ არ მიეცი. აი ნიტოშტო 400,000 კაცი გაიყვანენ, 9 მილიონი, თუ კიდე მილიონი გაიყვანათ. ანუ ხალხის რაოდენობას მნიშვნელობა არა, კოორდინაცია არ გაქვს. ანუ ლიდერს ავერენდობი, ლიდერმა დაგშალათ, ანუ იაგო ხვიჩია, რომელიც აქამდე ამბობდა იმას, რომ ანუ თქვენი ლიდერები შლიან ამ აქციებს, გიტყნებოდათ და წყინდათ რეალურად. თქვენი ლიდერები შლიან მაგ აქციას. და რატომაც ეს ჭიჭდება მართლა?
რაღაც ეჭვიჩდება, ესენი სხვა არ არიან ტრიალკები. თქვენ ლიდერებზე მაქვს საუბარი, ისინი სხვა არ ასრულებენ აგენტურულ დავალებას, სპეციალურად მუხტი ისაქნა რა ქვია გათიშო. ზურაბიშვილი, გუშინ აქ იყო პრეზიდენტის სასახლესთან, მე ბურჭულაძეს იმას ვემიჯნებიო, პარლამენტში ძალადობრივი, პარლამენტში კი არა და პრეზიდენტის სასახლეში ძალადობრივი შესვლოსო. მერე ნანუკამ იქ ვიღაც იმას რა აქციის ორგანიზატორებთან ჩხუბი დაიწყო. მერე ხალხი ერთმანეთს შუაზე გამოიყო. მერე ნაწილი ორთაჭალაში მიდიოდა. ნაწილი მიდიოდა იქ პრეზიდენტის სასახლესთან, ნაწილი მიდიოდა პარლამენტში. აი, ესე რა რევოლუცია უნდა მოახდინო ჩემო ძმაო. რისთვის დგახარ აქ? აი, რისთვის დგახარ? ეს არის სისულელე უბრალოდ. სისულელე, რომელსაც თქვენს თავს აჭერებთ. და მერე ბიძინამ რა გააკეთა, იცით? აი, თქვენივე ტყუილებში დაგამწყდიათ. აი, ბიძინამ იმენა შეგისრულად, რასაც ქვია. აი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შეგისრულად. უბრალოდ ხელები უნდა აწიოთ ეხა და უბრალოდ უნდა დანებდეთ. რადგანაც უბრალოდ ხალხი, ანუ ხელოვნურად რაც არ უნდა ტენო რაღაცა, ვერ გამოაცხობ მეგობარო რევოლუციას. ეს შეუძლებელი რამეა. რა დებილობაა ეს? დებილობაა გეთანხმები. ამდენი ხალხი გამოვიყვანეთ, ამდენი 310 დღეა ქუჩაში ვდგევართ. აი ეს არის ჩემო ძმაო, აი მეგობარო, აი ესე არ უნდა, აი ესე ბანძ მდგომარეობაში თავი აღაშაიქო. მივუძით ამ ქვეყნის მომავალზე რაღაც დებილობებს აკეთებენ. აი ხა უყურე, ეს არის შიზოიდი რა, აი ამ გოგოს დააკვირდით ხა, ეს არის ეხა მე რიტყვენ ამაზეც გოგო არის. ულები არიან. არ გავჩერდებით, გამოდით ხალხო, არ გავჩერდებით. ამათ ბოლომდე დავამხოთ. მოვდივარ, აი ხა ჩავალაგებ ყველა ტანსაცმელს და მოვდივარ. არ გავჩერდებით. ამათ მე შევარქვი ფილერისა და ბოტოქსის რევოლუცია, შილაკის რევოლუცია. მე ვერ ჩამოყალიბდი რომ სახელი ადამიანი თქვა ნანუკას ლობიანების რევოლუცია, შილაკის ამ ფილერის თუ ბურჭულაძეს ჩასვლილი ჩეგევარას რევოლუცია, არ სამი სახელი აქვს თქვენ დაარქვით. ასეთი არის განწყობა მარიამ დოლიძეს. აი ეს ხო ჟურნალისტები არა, ესენი არიან ძმაო საკიჟეთი და ესენი ჟურნალისტები არ არიან თო. ესენი არ არიან ჟურნალისტები. გეონებით ადრე ალტიფავრო ჟურნალისტები ცემა რუსთაველზე ალალი იყოს მათთვის რა მართლა ალა ესენი ჟურნალისტები არ არიან ესენი არა პირველი მოძალადეები შიგ ევროპელებზე უარესები არიან ფორმულას და მთავარის არა მთავარი აღარ არის უკვე ხსოვნა არ დავესხება იყოს მათი ფორმულას და ტევე პირველი ჟურნალისტები არიან შიზოიდები ანუ ზომბები მოსიარული ესენი შიგ ევროპელ ანუ აქციაზე მდგომებზე უარესები არიან მართლა გეონებით ეხლა რა დაცხეს თვითონ იმათმა რა აქციის მონაწილეებმა და ნანუკას იმან ბაბლმა ერთმანეთს რა და ეხლა ამათო თქვენ ძალაუფლება ანდოთ ეხლა თქვენ წარმოგიდგენთ ქვეყანაში რა მოხდება ნანუკას ციკვინი თუ გესმით, აბა დაწერეთ. ნანუკას ციკვინი ვისაც გესმით, დაწერეთ კომენტარებში. აი, რა ნამუსით აი გეხოცე, თავმოყარებო ხო გაგაჩნიათ. აი, აქციაზე ხო ბევრი ნორმალურიც იყავით. აი, თავმოყარებო, აი, ამათ ხელში კიდე უნდა გახვიდეთ სადმე, აი, როგორც მაც გეუნებით და, რავი, მეგობარი. აი, ამათ ხელში კიდე უნდა გახვიდეთ. ესენი ერთმანეთს ადგილს კამების გულისთვის ერთმანეთს დაჭამენ და ქვეყანას ისეთ კრიზისში გადაჭეხავენ, აი რო არ უნახია საქართველოს 90-იანების მერე. ახეთ ეხა უყურეთ რა, ეხა უყურე, ესენი არის ორბელიანის ქუჩაზე რა, აი ბაზარი ორბელიანი და ეგენი რო არის, ხო იცით რა, ტუპიკები და ბევრი კაფე-ბარია, მათ აი სამოქალაქო ინვენტარი, კერძო საკუთრება გამოაქვთ და ქუჩაში წვავენ და როგორ ექცევიან. აი ეს არ არის ვანდალიზმი? აი ხა ხო ის ხალხიც გადაინტერესა მათმა ვინებიც ვიტრინებით ჩაამსხვრიეს, ვინების მაგალითად სკამები ამტრიეს, ვინების მაგალითად მაღაზიებში და არის იმებში შესვლას დადეს. ანუ ხო რეალურად ეგ ხალხის გადაინტერესა რა. ანუ კაპიტალი ვის ხელშიც არის ამ ქვეყანაში, კაპიტალს ვინც ქმნის. აი ხო ყველა გადაინტერესს უკვე. რომ ხელს უშრიან საზოგადოებრივი და სამოქალაქო სამსახურეობრივ მოვალეობის შესრულებაში უბრალოდ რომ ზოგს ბიზნესი აქვს საკუთარი და სუცალფეხზე კიდია ეხა რომელი მთავრობა აქ იქნება. ის აწყობს, რომელსაც უფრო მეტი სტაბილურობა აქვს. საერთოდ აპოლიტიკო აპარტიულ ხალხზე მაქვს საუბარი. აი ხა რამდენი იმისათვის რომ იმაზე ეჩალიჩათ რომ სამოქალაქო მხარდაჭერა მათ გაეზარდათ, პირიქით სამოქალაქო საზოგადოებას ურტყავდნენ აქ. და კონკრეტული ხალხი ჯგუფი, ანუ შიგ ევროპელებიც არის, ესენი იყვნენ ნაცმოძრაობა, ანუ პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის ხელწერა. შარშან აქციები, შიგ ევროპელები რო გადიოდნენ რაღაცა. ის იყო მართლა ვიტყვი რომ ბევრი
ნორმალური ადამიანი, ვინც მათ მონაწილეობდა, რომელიც ორიენტაცია ქონა არეული ხა, ხო? მესმის და ბევრი აღარც გასულა, კაცო. გუშინ იმენა ნაციონალური მოძრაობის აქციისა და ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობა იყო. ანუ განა შიგევროპელები, განა ლიბერასტები, იმენა ნაციონალური მოძრაობა, ანუ ოფიციალური ნაციონალური მოძრაობა მოდიოდა. დაჟე ლელო გამოვიდა, ჩვენ ხოლოდ არჩევნების გზით უნდა დავამარცხოთ ოცნებაო. და ამით ან სასარგებლო იდიოტის როლი მოირგაო, მაგრამ იმ გაგებით რომ რავი, ან შეიძლება შეკრულიც არის, საერთოდ მე რა ვიცი, იმიტომ რომ გახარია მიქიდან ისეთი განცხადებები აკეთა, რომ ისო კოცი მეგონა, ანუ სერიოზულად, ანუ ყველაფერი ამად დაარტყა საბოლოო ჯამში რა. ანუ სასარგებლო იდიოტებიც ეგენი არიან, ხო, მაგრამ at least იმდეს მაინც აზროვნებენ, რომ აქციაზე არ გავიდნენ. და არ მოუწოდა საკუთარ ამორჩეველებს აქციაზე გადითო. და პრიკოლი რა არის ხო უყურეთ, ანუ ლელომ ხო თქვა რომ არჩევნების გზითო, გახარიამ ხო იგივე თქვა. სხვა პარტიები ხა იაგო და ალტიფო, იაგოს გირჩი და ალტიფო ხო ხა მაგათ ანუ არჩევნების გზით უნდათ, რა ქვია, მერობის იმაზე მონაწილეობდნენ და ბუნებრივია საკუთარი ამორჩევლისთვისაც არ უთქვიათ ეგ რომ აი აქციაზე გადით და ეგ აკეთო. ანუ პრაქტიკულად იყო დარჩენილი ორი პარტია, ანუ ეს იყო აი ახალი და ნაციონალური მოძრაობა. ანუ იმენა ნაცები, ანუ ოფიციალური ნაცები იყვნენ. ოფიციალი მაგათი თელი ლიდერშიპი იყო თავიდან ბოლომდე ნაციონალური მოძრაობა. რევანშისტული ძალა, რომელსაც უნდა თუ ხელისუფლებაში დაბრუნდა, აი დედა მომიკავდეს, აი მართლა, აი ამ ხალხს უნდა, აი ვინებიც აი ეხა აქ დგანან, ერთი კვირა უნდა შეუშვა ეგენი ახალაიასთან, იმასთან რა ქვია, მეგის ქარდავას და ერთი კვირა. აი დედა მომიკავდეს თუ აი მუხელებით არ ჩამოეკიდონ მერე ბიძინა ივანიშვილს და ოღონდ შენ დაბრუნდი და ოღონდ აი მართლა ამათ წარმოდგენა, ამათ არ უნახიათ ეგ პერიოდი, გაიგე? ამათ მართლა რაღაც საღადაო, ლაზღანდარაო თემად ექცათ ეგ თემები. ამათ მართლა არიციან რა არის სისტემის ზალა. გუშინ აი სპეცრაზმელებმა რამდენი აიტანეს, ერთი სპეცრაზმელი იყო აგერკლე მართვით სუნთქვაზე გადაყვანილი. იმ სპეცრაზმელს რომ რამე მოუვიდეს პოლიციელს ბოდიშით. აი ხო ძვლებში არიან დასამტროები სათითაოდ. აი ძვლებში ხო უნდა დაამტრიო. და ბურჭულაძე საერთოდ პაჟიზნინი უნდა, აი საერთოდ ციხიდან არ უნდა გამოუშვა. და ვაფშე უნდა დაიწყოს, თუ დაწყებულია ბოლომდე უნდა დაიწყოს, ყველა უნდა დაიჭირონ, ნაციონალური მოძრაობის ყველა წევრი უნდა დაიჭირონ. აბსოლუტურად, ახალგაზრდა იქნება, ყველა უნდა დაიჭირონ. თორე წინააღმდეგ შემთხვევაში აი ესეთი ვანდალიზმი გელიც ქუჩაში. რადგან ეგ ხალხი ყველაფერს იზავს, იმისათვის რომ მაქსიმალურად ნამუსი და ყველაფერი აიძროს და ყველანაირი ხერხითა და ყველანაირი საშუალებით შეეძლონ ხელისუფლებაში დაბრუნება. აი ეს არის მაგარი პრიკოლი რამე რა. ხალხო გასვენებაში. გასვენებაში. ეხლა დაიწყებ რა გასვენება. ვისი, აი ვისი. ოპოზიციის გასვენებაში. წავედით. ოპა. წავედით, ნახოთ რა მოხდება დღეს. 4 დროშა მომაქვს კიდე. ჩვენი მეგობრები აი ჩვენი რუსი მეგობარი ბიჭო აი ხა უყურეთ ამას რა ამას უყურეთ ლუკა წავედით ჩვენი ლუკა ამერიკის დროშა რა პონჩი უჭერიეთ ლუკა გუშინ სად იყავი ბიჭო აქ ხათა შორის თავსდაგვესწრენ და ეხა შინაგან სამინისტრო შემდეგი განცხადება არა ერთი უნდა გადავახვიო რა დროშა მომაქვს ია ამერიკის დროშა რატო გიჭერია ჩემო საყვარელო არცებ რატო გიჭერია ამერიკის დროშა რა შუაში ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო იცია ამერიკაში ice police ესეთი რამე არსებობს რომელიც ილეგალ ელიენებს ებრძვის საკუთარ ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური მთავრობა დონალდ ტრამპი რესპუბლიკელებს მაქვს საუბარი ია თუ არ იცი გეტყვი განსაკუთრებული სისასტიკით არბევს აქციებს როგორ იცი აი მე კადრი ვნახე ეხა არ მაქვს ეხა მაგრამ განახებ ამას თუ გინდა მომწერე და ამას პირადადაც გამოგიგზავნი ანუ პოლიციელი სპეცრაზმენი ეხა უყურე რას აკეთებს ice police ამერიკაში ქალი ხო გამოდის 300 სპარტელი გაქვს რა ნახე 300 სპარტელის ილეთს უკეთებს, აგდებს ქალს შუაში და 4 სპეცრაზმელი ზემოდან წიხლებით დგება და მე ხელკეტებს უბრახონეს. ასე შლიან ამერიკაში, ჩემო. აი, წარმოდგენა არა აქვს ხალხო. ამერიკის დროშა რატო გაქვს? აი, რაღაც გონები ეშმაკების ბუდეთ. აი, რა შუაში ამერიკის დროშა? რა შუაშია? საქართველოში მიმდინარე პროცესია რა, ბიჭო. ბიძინამ რო შეგარქვათ, უსამშობლოები. გიკვირთ. უსამშობლო რას ნიშნავს? უკრაინა უფრო მეტად ადარდებს ვიღაცას ვიდრე საქართველო, მოლდოვა უფრო მეტად ადარდებს ვიღაცას ვიდრე საქართველო, იქ რა ქვია, საფრანგეთი უფრო მეტად ადარდებს ვიდრე საქართველო, ვიღაცას ამერიკა უფრო მეტად. თქვენ ცოტა ალაოდ ხო არა ხარ შემთხვევით, ჰა?
თქვენ ცოტა ჯამრთელად ვაფშე აზე რო არა ხართ გეოპოლიტიკა არ არის, პოლიტიკა არ არის, პოლიტიკონომია არ არის, წარმოდგენა და იმაზე რა ქვია, ყემალზეზე ხართ და იმას ალუჩას რაღაცა ცოტა აზრზე, მოდი რა ამერიკის დროშა, აზრზე არა ხარ. ამერიკა რას უკეთებს იცით? აქციის მონაწილეებს? 2000 რომელი წელი იყო? 2020 ბაიდენი რომ მოდიოდა ხელისუფლებაში და ტრამპის ხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრენ, პირდაპირ იარაღი ესროლა ფედერალურმა პოლიციამ, ბახ, გააგორა ეგრევე აქციის მონაწილე, ტრამპის ხარდაჭერე. კაპიტოლიუმის შტურმით აღების ცდილობის დროს. რა ამერიკა რო ბიუროკრატიული ქვეყანაა, აი. ვაიმე, ნეტა არ ნახოთ არასდროს ამერიკაში მართლა რას უკეთებენ ხალხო, აი ხო გეუნებით. ჯორჯ ფლოიდი არის მონაგონი. ყბას რო ადებინებენ იმაზე ასფალტზე და ზემოდან ფეხს უტყავენ, ეს არის მონაგონი, ამერიკული ისტორია ის. მართლა უსამშობლოები როგორ ხართ ბიჭო? რა თმიდა საქართველოს გარდა დროშა არ უნდა გეჭიროთ ხელში. არა ეს არის უსამშობლო. ეხა უყურეთ, აი ნანუკას თემით მოდი დავასრულოთ ეხა რა. რიგებისთვისაც ცალკე მუხლით ბრალი წამიყენეს. ორი ნაჭერი ლობიანი შევჭამე გზაში და შეიძლება ის ლობიანი უკვე რაღაც მომენტში ანუ გაფუჭებულიც იყო და ამისობაში სანამ მე აქ წევარ და სანამ მე აქ გადასხმას ვიკეთებ. ძმო, ეს არის კლინიკური. მე გუშინ აქციის მსვლელობას და თელს ეპიზოდს ვუყურებდი დაახლოებით 9 საათი უწყვეტ რეჟიმში. მე მაგ ხელა ფსიქოლოგიური შოკი არ მიმიღია, რაც გუშინ მივიღე. ეს იყო რევოლუციური ფილიბასტერინგი ჩემს გონებაში. ეს იყო ლავის ამოფრქვევა ჩემს ცნობიერებაში და მართლა მჭირდება, რავი, აი ფსიქოლოგთან მისვლა, რომ ეს მეხსიერებიდან ყველა ეს ნაგავი იქიდან ამოვიშალოს ამოდამოდ. ბიჭო, აი მოდი რა ესეთ მარტივ რაღაცას გეტყვით. რაც უფრო არაგულწრფელი იქნება ცხოვრებაში, მით მეტი ტყუილი გამოვა შენი პირიდან. და რაც მეტი ტყუილი გამოვა, ტყუილს აქვს მოკლე ფეხები და შემდგომ ამ ტყუილების გამო პასუხს აკეთებთ ცხოვრებაში. ან საკუთარ თავთან, ან სხვა ადამიანთან და ყოველთვის ვერასდროს ვერ გექნებათ მორალური უპირატესობა სხვა ადამიანთან შედარებით. ასევეა ნებისმიერი სახის მიტინგი, მსვლელობა, კამპანია, რევოლუციური მცდელობა, ხო? ანუ ბიჭო, ეს ქვეყანა არ იზომება 100 და 200,000 კაცით. რადგანაც დემოკრატიიდან თუ თქვენ გამოდიხართ, დემოკრატია ამბობს, რომ ხალხის უმრავლესობა წყიდავს როგორ იქნება დღის წესრიგი. ვიღაცისთვის ეს უმრავლესობის დიქტატურა, ვიღაცისთვის ეს უმცირესობის დაჩაგვრა. ნუ ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩერჩილი იტყოდა და დემოკრატიაზე უკეთესი მოდელიო, ნუ ჯერჯერობით არ არსებობსო და ალბათ ვერც მიიღებენო მაგას, იმიტომ რომ გინდა არ გინდა შენ უმრავლესობას ემორჩილები, ხო? ნახე, 200,000, 300,000, ნიტოში და 500,000 კაცი რო ქუჩაში გაიყვანო, 9,000,000. ეგ არ წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას. შესაბამისად, შენ არ გაქვს ხელში არანაირი გულწრფელი ლეგიტიმაცია ან რაღაცა დეკლარაცია, რაც არ შემდგარმა რუსულმა ბანმა ბატა ჯურჭულაძემ მეთქი. ბურჭულაძემ გამოაქვეყნა გუშინ, რომ შენ ხალხში დაიწყო რევოლუციური განწყობების გამოწვევა. რადგან რატო იცი? როდესაც შენ რევოლუციურ განწყობებს ზრდი ქვეყანაში შემოგარგო, პასუხისმგებელი უნდა იყო და დღეს როგორც გედედეს შევარდა დილით საავადმყოფოში და ყურებით გამოათრიეს ბურჭულაძე, ზოდელავა, დადირაძე და ეგენი. ხო, ის აქციის მონაწილეები არიან ცოდოები რეალურად, გაიგე, იმიტომ რომ თქვენგან მოლოდინი აქვთ მათ. ის თქვენ მათ ზღაპრებში აცხოვრებთ. ჩელიაბინსკი, რუსეთი, რუსული მომავალი, რუსული რეჟიმი, თქვენ მართლა არ გინახიათ რუსეთი. ბიჭო, თქვენ რომ მართლა რუსეთი ნახოთ, ხო? დედა მომიკვდეს რუსთაველზე კი არა. სახლიდან, აი პადიაში ცხვირს ვერ გამოყოფთ იქიდან. თქვენ მართლა არიცით სისტემის ძალა რა არის ხალხო. გუშინ აი კიდევ ის იყო მომენტი, რომ პოლიციელი როცემეს, დედა მომიკვდეს ამ თავრობაზე გაუბრასდი. მეთქი დაამტორიეთ ძვლებში. დაამტორიეთ ძვლებში. ვინც პოლიციელზე და ძალოვან სტრუქტურაზე ძალადობს და ამ რევოლუციურ პროცესებს იწვევს ქვეყანაში, დაამტორიეთ ძვლებში. ნუ ხართ მოწყალე მათ მიმართ. აი მე როგორც უბრუნებ, ღმართი სუნთქაზეა, სუნთქაზეა შეერთებული. ის რა ქვია, შესესეს წარმომადგენელი. რის გამო რომ პატა ბურჭულაძეს მოელანდა 5 პუნქტიანი დეკლარაცია და გამოვიდა და ხელისუფლება შეცვალა? და აცრემლიანებული ჩეგევარა გახდა? ამიტომ მე საერთოდ არ ვიცი ეს მთავრობაც რატო იყო ესეთი მოწყალე. მართლა არ ვიცი. ამათ დედა მომიკვდეს, როგორც ინვენტარის ნგრევა დაიწყეს და ესეთი რაღაცეები, აი დედა მომიკვდეს, აი რავი, მინდოდა რომ რავი, ერთი ავტობუსი მესროლა, როგორც ჰალკი ესროს.
ბიჭო 5-6000 კაცის გამო მთელი ერი რატო უნდა იყოს დესტრუქციული? მთელი ერი პრობლემებში რატო უნდა გაიხოს? 5-6000 გონება ჩონგის გამო რატო უნდა გაიხოს მთელი ერი შარში? ვიღაცების მანქანები დაზიანდა, ვიღაცების ვიტრინები დაზიანდა, ვიღაცების მაღაზიები დაზიანდა, ვიღაცის კერძო საკუთრება დაზიანდა ვის გამო? რომ მაგდასთან ის რო ანიკაშვილი თუ რა გვარი არის, რა ქვია, შიგევროპელი რო არის, ვერ რომ მელუა და ის რა ქვია, შიგევროპელების თელი ეს დასი ვინც არის, TikTok 200 ინახვა, ხო? მაგათ რო უდათ რაღაც წარმოდგენი ზეციურ საქართველოში ცხოვრება? ბოდიში ზეციურ საფრანგეთში ცხოვრება? ეს არის მაგათი მეინსტრიმი? აქედან გამომდინარე, ხო გეუბნებით, აქედან გამომდინარე მაქსიმალური ძალისხმევა საჭირო ჩვეულებრივი რადიკალების გასანეიტრალებლად. ეგენი არ არიან ადამიანები ხალხო. ეგენი არც ლიბერალები არიან. ეგენი არიან ჩვეულებრივი მოძალადეები, ანუ ფსიქოლოგიურად შერყეული, გამოქცეული იქიდან, რა ქვია, საგიჟეთიდან, რომლებსაც დააჯერეს აბსოლუტურად ყველა ნარატივი, რომ თურმე რუსეთში ცხოვრობენ, თურმე ჩელიაბინსკია, თურმე აქ რუსული რეჟიმია, თურმე რუსეთში გავიღვიძე. გუში სირიკო ბავანჩილაძე გამოდის ერთი აქციის ერთ-ერთი მონაწილე და საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უღარიბესი ქვეყანაა ევროპაში. ChatGPT-ს ვკითხე, ChatGPT-ს ვკითხე, აი ხაც მაქვს დასეივებული. აი მართლა გულწრფელად ვკითხე. ხა უყურე, აი მას განახებთ თქვენი თვალით. აი ხა უყურე. ევროპასთან მიმართებით საქართველოს თუ არა, აი ნახე. აი კითხვა. არის თუ არა ყველაზე ღარიბი ქვეყანა საქართველოს ამიერკავკასიაში? აი ნახე. არა, საქართველოს არ არის ყველაზე ღარიბი ქვეყანა ამიერკავკასიაში. ეგ ერთი. ეხა უყურე. ევროპასთან მიმართებაში, ევროპაში საქართველოს ნამდვილად არ ითვლება ყველაზე ღარიბ ქვეყანად. ოფიციალური ChatGPT-ს ხო კოცი არ არის, ეხა მაგრამ ნუ გამომაშტერეთ. ევროპის ყველაზე დაბალი შემოსავლის ქვეყნები თუ ნახავთ მშპ ერთ სულ მოსახლეზე, ანუ GDP, მოლდოვა, უკრაინა, ალბანეთი, კოსოვო, ბოსნია ჩვენზე უკან არიან. აი არც სკრინავ დაჟე ესე განახებთ, აი მობილურიდან განახებთ. ChatGPT პლუსია, ნაყიდი მაქვს ეს ვერსია. ანუ ესეც ხო არ არის, ბიძინა ივანიშვილმა სემ ალტმანის ხوار მოისყიდა. ანუ მართლა კითხვა მაგ სემ ალტმანის ხوار მოისყიდა და ჩაი OpenAI-ც. რა ზღაპრებში მაცხოვრებთ, ხალხო, რა ზღაპრებში, რა საქართველოს ყველაზე ღარიბი ქვეყანა, ქუჩაში გადიდეს, დედა აფეთქებული, ამდენი მანქანა რო ერთმანეთზე Z დგას და მანქანას ვერსად ვერაჩერებ, რესტორნები რო სავსეა და კორპუსები რო კორპუსებთან იჭიმება, ამ ხალხს რანაირად უჭირს. მართლა ნუ გამომაშტერეთ. ამ ზღაპრებში, ბიჭო, აი ამ ზღაპრებში ცხოვრობენ ამ ზღაპრებში. თან ის ხალხი, ბიჭო, ვინც $10,000 სოროსის ფონდიდან იღებენ. მისმინე რო არის, რომ გამოდიან ექსირები, ვინებსაც ეგ გადაცემა მიყავთ. მისმინე ოფიციალურად სოროსი აფინანსებს. შეგიძლია საიტზე შეხვიდე და წაიკითხოთ, ჩემი ორგანიზაციით მაგ არასამთავრობოებს, ხო, დედას ვუტირებ. აი პირდაპირ ვამბობ, ჩემი ორგანიზაცია დედას ვუტირებ, მაგრამ აი ამ ქართული ხალხის ცნობიერება მაქსიმალურად დაამახინჯეს. გარედან შემოგზავნილი აგენტურა. და კიდე ცხოვრობენ სადღაც გამოგონილ რეალობაში, ბიჭო, ეს ხა დედამ, ბიჭო, აი მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სანამ ნორმალური აზრი, ნორმალური ოპოზიცია ამ ქვეყანაში არ შეიქმნება, აი ყოველთვის დავაჯო ოპოზიციას, ყოველთვის. გუშინ აგერ ზურამ ახარაძემ და ალტიფო, ხო? გამოვიდნენ ძმაო, რაღაცა ხმები მუნიციპალიტეტში აიღეს, კაცმა თქვა, რა რესურსი ჩვენ გქონდაო, რაც შეგველო ის გავაკეთეთო და რაღაცას მივაღწიო და კაცმა აღიარა, იცოდა რომ კალაძეს ვერ მოუგებდა ამარჩევანს, და კალაძე ფლობს ადმინისტრაციულ რესურსს და ბოლო-ბოლო ხო ხელისუფლებაშია, ხო? და გამოვიდა აგერ ზურამ ახარაძე და ეგენი რომ აი რაც შევძელით ხალხო გავაკეთოთ, შევიყვანეთ ჩვენი ხალხი და ჩვენ ეხა ამ ოთახიდან რომ გადავინოსლებთ იქიდან რომ თქვენი იმებისთვის ვიბრძოლოთო. კაცმა ზურამ ახარაძე მაგიტომ დაიმსახურა ჩემი პატივისცემა იმის და მიუხედავად რომ მე ხელისუფლების ხარდამჭერი ვარ. რომ მაგკაცმა ობიექტურად შეაფასა ეს ყველაფერი რა კოლო უნდა ხდებოდა ამ ქვეყანაში და ძალიან ლოგიკურად განჭრიდა ამ ადამიანმა და აი დიდი პატივისცემას დაიმსახურა ჩემგან. იაგო გამოვიდა თქვა რომ წააგო. რა ხაპრებშია ცხოვრებთ ამ მთელ საქართველოს მე არ ვიცი ხალხნოტო. და ვისაც ამის ჯერა კიდე უარესია რა. პატა ბურჭულაძე რო წინ მიგიძღვება და შენ გჯერა რომ რევოლუცია მოხდება ჩემოძო წადი ექიმთან იმკურნალე. წადი ექიმთან იმკურნალე. ბიძინა იმენა შეგისრულად. ბიძინამ დადო, აი ავგუსტუსის, რავი, აი ერთ-ერთში, აი ოქტავიუს ავგუსტუსის სრული, აი მახრჩობელა გველი, რასაც ქვია, შემოატრიალა მთელი ოპოზიცია მოგახჭოთ. გაგაბანცად ბოლომდე ძმაო. აი მახრჩობელა გველის მაკიაველისტური ტექნიკა რა არის? აი ეგ ტექნიკა შესრულდა. აი უბრალოდ მოგახჭოთ. ბიძინამ იმენა გვირგვინი დაიდგა საკუთარ თავზე, რომ არის მეფე საქართველოსი. ეხა თქვენ რაც გინდა, ეხა იბჟუტურეთ გადაცემებიდან. თქვენ რაც გინდა ქუჩიდან იბჟუტურეთ და ფეიქ აკაუნტებიდან ვისაც გინდა დაგინეთ, იმიტომ რომ თქვენი უკანასკნელი თავშესაფარი არის Facebook-ი,
გინება მანდაც ფეიქ აკაუნტების შექმნა და ხალხის შეურაცხყოფის მიყენება და ხალხის ბულინგი. იმის იქით არაფერი არ ხართ უბრალოდ. ნაგვები ხართ უბრალოდ. ჩვეულებრივი პოლიტიკური ექსკრემენტები. ბიზნამ სენდვიჩი გააკეთა თქვენი და ეს სენდვიჩი მევჭამე პირველ რიგში ეს რა გემრიელი იყო. ფლორენციაში არ მაგ ნაჭამი ესეთი გემრიელი სენდვიჩი მე რაც გუშინ ღამე მივირთვი. აი ამ სისულელეთი და ამ იმით და მე მეცოდებ უბრალოდ ქართველი ხალხი რომ იჭყლიტება ამ ყველაფერში. და ეს ქართველი ხალხი ცოტა გონს უნდა მოეგოს უკვე. აღარ არის ამ ილუზიებში უკვე ეგეც აღარ მეცოდება სიმართლე თუ გაინტერესებს. იგი აქციაზე მდგომი ხალხი აღარ მეცოდება. მართლა ბურჭულაძე რომ მიგიძღება სად მიდიხარ შეჩემისა ვისთან მიდიხარ ვის დაკარგვი ხარ საერთოდ. ტიმი პუტინს უმღერო და პირდაპირ ბანი იყო რუსეთში პირდაპირ პუტინს ედგა წინ ბიჭო პუტინი ტას უკრავდა და ეგ მეუნება რუსეთში რო არ გავიღვიწო. ძალიან კარგად წავალ მოსკოვში და ვიგულოვებ კიდევაც დამეხიო მთელი ბურჭულაძე და მთელი ეგ ნაციონალური მოძრაობა კიდე ერთ ადგილზე თავი და იმენა თუ არ ვიგულავ აი მოსკოვში უნდა წავიდე იმენა უნდა ვიგულავ აი მოსკოვში და საქართველოს უნდა ავაშენო აი გარე ჩემი გეგმა ვისაც რაიმე პრეტენზია იქნება ფეხები არ მომჭამოს არავინ არასდროს რადგანაც მე ვერ დამაგოიმებენ მე წლობის განმავლობაში სერიოზული იმუნიტეტი გამოვიმუშავე უკვე და მე ჩემს ხალხს არასდროს არ მივატოვებ და მე ჩემ ხალხს მართლა არავის არ დავაგოიმებინებ ამ ქვეყანაში რა და დალში ვისაც აგოიმებთ ისინი აგოიმებთ დროებით და მადლობა მთელ საქართველოს რომ მთელი 2 მილიონი ადამიანი ტელევიზორებიდან უყურებთ ამ პროცესებს და უბრალოდ გვეცინებოდა დროებით